წიგნი ყველა სოფელს არასამთავრობო სახელმწიფო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია სტუდენტური ერთიანობის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონების მოსახლეობისთვის წიგნების მიწოდებას. პროექტის სპონსორია სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო. პროექტის პარკლებში მთელი თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს წიგნების შეგროვების პროცესი. სპეციალური ყუთები განთავსებულია სამების ტაძარში, ქაშვეთში, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში და გუდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ასევე სპეციალური ავტობუსები დიდ ქალაქებში გაჩერდებიან და მოსახლეობას მიეცემა საშუალება გააჩუქონ წიგნები და ჩაერთონ ამ პროექტში. პროექტი ფინანსდება სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი ყველა სოფელში აუცილებელია და მინდა ვისაუბროთ შევთქვი ყველა პარტნიორ კომპანიას, ვინც ამ პროექტში იღებს მონაწილეობას, ყველა ახალგაზრდას, ყველა ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პროექტი, მინდა მადლობა გადავუხადო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი უფრო მასშტაბური გახდება და არა მარტო მთიან რეგიონებს, არამედ მთელ საქართველოს მოიცავს. ამ პროექტს შარშან სწორედ დაახლოებით ამ დროს ჩაეყარა საფუძველი და ის რომ წარმატებით განხორციელდა პროექტი, ის ფაქტის მეტყველებს თუნდაც რომ აი წელს უკვე ვიწყოთ ამ პროექტის მეორე ფაზის განხორციელებას. მე არასოდეს არ დამავიწყდება ის ენთუზიაზმი, რასაც ხედავდით ამ ერთ წელს განმავლობაში ჩვენი მომხმარებლების მხრიდან.